Get ready with me. მოკლედ გაიმზადეთ ამ ეფექტს ვერ ვიტან. გაიმზადეთ ჩემთან ერთად. მიდივარ გარეთ. ჩემი მეგობრებთან ერთად მოგავდი გარეთ სუფთა აერზე, იმიტომ რომ სკოლა ძალიან მალე იწყება, რაც ძალიან არ მსიამოვნებს. და სანამ სკოლა თავისუფალი ვარ და შემიძლია რომ ნორმალურად ჩემი მეგობრებთან ერთად გავერთო, მაგამდე გავერთობდი. იმიტომ რომ ძალიან დავიღალე უკვე სკოლით. მაგრამ ჯერ ეხა იწყება არც ხო, მოკლედ ძალიან იწყება სკოლა და სანამ სკოლა დაიწყება, მაგამდე რაც შეიძლება ყველანი გავერთო. იმიტომ რომ დასრულებად ყველგან ვიყავთ, რაც შეიძლება რომ ყოფილიყავი უკვე და რა ვიცი. ალბათ აღარ წავდარსად. ერთადერთი ჩემი ბიძაშვილი ჩამოდის კანადიდან და მაგას უნდა დავხვდე სოფელში. და იქ სოფელში ნახევარსაათიანი გზა არის, სავალი არც კი და ეგ არ იქნება უკვე შორი გზა და საერთოდ დასრულება ჩასვლა, მაგრამ მოკლედ განზადეთ უკვე ჩემთან ძალიან ვშლაპარაკობ. რაც ჩავიცვა მოგონებაში უკვე მაქვს, ანუ ჯინსის შარვალი მინდა ჩავიცვა ერთ-ერთი. ეს არის ახლა ჩემი იმის არის ჩემი დედაშვილმა მაჩუქა. მაგრამ გამახსენე ახლა ეს ჯინსის შარვალი მქონდა დიდი, იმიტომ რომ ჩემი დედაშვილი ჩემზე დიდი არ მქონდა და წელში მაქვს დიდი. და ანუ როგორ უნდა ჩავიცვა? ძალიან მაინტერესებს. Story. ვიც მიხვდა და მაგიტომ მოვიხადე story. თორე კაი, ეხა წავალ, ავარჩევ, რას ჩავიცვა და მე განახილოთ. მაგრამ რომელსაც ვფიქრობდი, მაგაზე ვერ ჩავიცმევი, იმიტომ რომ მაქვს დიდი თორე ძალიან მომწონს. ანუ რა, what to do now? ეს თვალეროს მიშლის. ჩოლკა იდეაში უნდა მქონდეს, აი ასე. მაგრამ მაქვს ასე ამობარცული და ძალიან ეროს მიშლის. მაგრამ დიდს მაჩენს. მთელი 2 წუთის განმავლობაში ვლაპარაკობ თუ რა ჩავიცვა და არა გეთხოვდი ვის და მოკლედ ხა ავარშევდა დაგებრუნებით. როკი! ძალიან ცხელა გავიგული ყოლეს შეჭერდა მაგრამ. მოკლედ მოვიტანდა სიცმელი და ეხლა განახებთ რაც მოვიტანე. ოღონდ ეს ფოტოსმელი აქსესუარები დედამ მომატენა და ვფიქრობ ეხლა აქსესუარები გავიკეთო თუ არა, იმიტომ რომ წინაზე სოფლიდან რომ ჩამოვედი, ვაიმე ეხლა მომივიდა SMS-ი რო ხვალარი 38 გრადუსი და ვაიმე მოვკვდები. არ შემიძლია. ხო და იმას ვამბობდი. გუშინ წინ რო ვიყავ ჩასული, გასული ჩემ მეგობრებთან ერთად. მაგას ვიყავი ახალი ჩამოსული სოფლიდან გუშინ ჩამოვედი ზუსტად უბრალოდ ქობულით ვიყავი ახალი ჩამოსული და რა პოემით რა ქვია ასამსაც ჩამოვედი კომფორტულიტას მე სპეციალურად იმიტომ რომ 8 საათი უნდა მიმგზავრო და ზუსტად 8 საათი მიმგზავრე ხო და რო ჩამოვედი კომფორტულიტას მე სპეციალურად და ძალიან მეზარებოდა გამოცვლა და ეგრევე ჩემი მეგობრების ანახავთ გავედი იმ ტასასმისავით და ჩემი მოდა აქვს ვისაც მეგობრობს უბრალოდ ეგ მოდა არის რაც მე მაქვს ეგ მოდა და სტილი და ზუსტად ეგ სტილი და ვაფშე სხვა ტასასმელი მეცვა და ძალიან შემცხვა იმიტომ რომ ყველა მიცის როგორი სტილიც მაქვს და არ მეცვა ეგ ტასასმელი და ჩემი სტილი ჩემს მეგობრებს ესვა და შევრცხვი და დავიქრინჯე ჩემს ტასასმელზე ამიტომ დღეს ავანაზღაურებთ ეს რა არის? ავანაზღაურებ და რაც უნდა მოდა, მაგას დღეს ჩავიცმევ. ჩემ მოდას და ჩემ სტილს, ასეთი ბიგის ჯინსი არის შარვალი, რომელიც ძალიან მომწონს და ძალიან მიხდება და ამ ეფექტს ვერ ვიტან, მაგრამ ლამაზი ვარ და ეს არის ქობულეთში ბოლო დღეებში რო წამოვიდოდი, 1-3 დღე რო იყო დარჩენილი რომ წამოსულიყავი ქობულეთიდან, მაგ დროს ვიყიდე ასეთი ულამაზესი ტოპი. რომელიც ძალიან მომწონს და გვიждები და თან ვიცი რომ ჯის მოხდა რა ჩავიცმე დაგებრუნებით. ძალიან არათებს ეს პიტელა კიდე განათება მაქვს ჩართული, მე გიჟი ვარ და ვფიქრობდი რომ კიდე განათება მომეტანა რომ განათებით გადამიღო ვიდეო. დილა ფილტრი ისეთი რომელიც ძალიან არათებს სახელმწიფოდ არ მიჩას. განათება მაქვს ჩართებული ტელეფონში. კიდე განათების მოტანას ვაპირებდი, მე დებილი ვარ. ძმარავს. ანუ ეს არის განათების გარეშე. და ეს არის განათებით და რაზრი აქ არ ვიცი და თან მიჩვეული ვარ განათებით, ამიტომ ასე იყოს. უფრო აპატარებს ეკრანზე, მიჩვეული ვარ პატარა ეკრანზე. ჩავიცვათ ეხლა, იმიტომ რომ მთელი 5 წუთია ვლაპარაკობ რაღაცეებზე და არც ვიცნებ. გეთროდი ვიცით, მე მგონი ვაფშე არ ეხება. ხო და ნუ ეხება. ჩავიცვი, როგორც იქნა. და შარვალი ძალიან მალე ჩავიცვა. სანამ ვინმე მოადგება და ძლივს ერთი ოთახი ვიპოვე, კარებიანი.
სადაც მარტო ვიქნები, იმიტომ რომ ექვსი ადამიანით ვცხოვრობ და ჯერჯერობით ახლა ვიქნები ვართ. 4 უბრალოდ. და მე ვარ ერთჩემს მამაჩემს ვთქვი, რომ მამაჩემი არის გარეთ. და სანამ მოვა მაგამდე უნდა გადავიღო გათვალიერებას მე. ჯინსი გადამჩენია ჩავიცვალე და ჩავიცვალე დაგაბლუდებით. ძალიან მცხელა რო გამოვიცვალე და თმას რა ვუქნა? არ ვიცი. ძალიან ზეითო მაგ. და აი აქ მცხელა. და ძალიან სქელი. ჩემ მომავალ თავს ვეუბნები ახლა, რომ აი თუ ოდესმე მომავალ შეიზამთარი რო იქნება. თუ ოდესმე ვიტყვი რომ ვაიმე რა ძალიან ცივა, ზაფხული მინდა თქო, მოკიდე. სიტყვები უკან არ თქვა. ზამთარი მინდა. ეხლა მინდა ზამთარი და მე ზაფხულს ვიტყვი. რა ხდება? ანუ ეს ბზიკი კიდე გაწიეთ კაცო. ჩემს ვიდეოში ჩემი ახალი მეგობარი და ჩემი ახალი წევრი, რომელიც ჩემს კადრებში შემოიჭრა და შემთხვევით უკვე დავკარგე, გამიფუჭა ჩემი ვიდეო. ან ძალიან მეჩვენება, ან ძალიან ადიდებს ცვათ ეს ჯინსიც. კი ძალიან ეს არის რა ქვია, სქენტასაც ვიცმე, მაგრამ ჩემი მოდა, ანუ ჩემი მეგობრები არიან, ჩემს მოდაზე მიჩვეულები, რომ ჩემი მოდა უნდა ჩავიცვა. და ძალიან სხვა დასფერო ჩავიცვა, გავუგონებთ და ჩავიცვი ჯინსიც და ეხლა განიხეთ. ეს რა, ანუ რა ტვეტენება კაც შემოგატრებში. ხო, ასეთი ჯინსია. რა ვახა ძმებ ქურდულად. და აი ასე ვაპირებ წასვლას, yes of course. მე მგონი ეს გეცვედივით კი არა, უფრო ჩემ სტილზე ვლაპარაკობ ამ ვიდეოში. ისე მართლა თუ გინდა ჩემ სტილზე ვილაპარაკო ჩემ შემდეგ ვიდეოში და წასვლებზე ვილაპარაკო ზოგადად და წერს დავუსვათ გადავიღებ. კი, მაგრამ მეზარება, იმიტომ რომ ჯერ ტექსტი უნდა დავწერო კომპიუტერში, მერე უნდა შევინახო, მერე დავიზეპირო, სკოლას მოვინედრებ. არ მინდა მადლობა, მაგრამ თუ ბევრი კომენტარი იქნება და ბევრი აქტიურებს, აქტივი იქნება აი ამ ვიდეოს ვსწავლებ. მეტიც არ მინდა რომ დავდებ, არ გქონდეს იმასაკდები. სახლებში შემოვალ, თქვენ სახლში შემოვიჭრ. მზად ვარ, დასმენ ჩავიცვი, რა მზად ვარ. თვეები უნდა მევარცხნო. და აქსესუარები დიდად არაფერი არ მიმოგვს, იმიტომ რომ ძალიან მეზარეა მაგ ყოლაფრის თრება. 2 აქსესუარი უკვე მიგეთია. ეს არის ხელზე ერთი რეზინა, თუ დამცხათბები რო ავიწიო და სამაჯური. მეტი არაფერი არ მინდა. იმიტომ რომ სადმე რაღაც დამჭერება დარწმუნებული ვარ და თან უნდა ვათრიო. ხო, of course. თვეებს დავივარცხნი ჩავიცვი ფეხზე წვალ. და სავარცხლოს თვეები დავივარცხნი, იმიტომ რომ საშინელ დღეში მაქვს თმელი. Of course. მაგრამ სანამ მე მოვიტან რეზინას ხომ დავაგროვო ის ყველაფერი რაც დავყარე აქ ჩემის და მამაჩემის ლოგიზე თუ რომ მოვლენ იმასიკვილებენ. აი ეს ორი რაღაც დავყარე და იმასიკვილებენ მეთქი. სავარცხლი მომწონდა ეხა დაივარცხნეთ ჩემთან ერთად თმები. დაივარცხნე. სოებს ყლაპავ. ძალიან ნერავი ვარცხნი და ძალიან აბურდული მაქვს და აი ამ თმას მოღუდები 2 საუკუნე. აჩქარებულებს ქონდეს და დავივარცხნი დაგიბრუნდებით მერე. დავივარცხნი თვეები და მაკიაჟი მინდა რომ ცოტა გავიკეთო. წამწამს არ ვიხავ და ტუშს წავისმე ფილტრში რა თქმა უნდა არ გამომჩნევა, მაგრამ რო გავიკეთებ დაგიბრუნდებით და განახებთ. იმით გამომჩნდება. ოდნავ მიტყობა. და იმახსოვრეთ ჩემი წამწამები ასე და ჩემი თვალები ასე და მერე ასე ვიზამთრ და იმახსოვრეთ მერე. და ასე მე მგონი მეტყობა. ხო, მეტყობა აშკარად, მაგრამ წამწამების სასაფრეხი ვერ ვიპოვე, ჩემი წამწამების სასაფრეხი. ხო და დიდალბათობით ჩემმა და იმოსქნა რა ქვია აიღო და საბჭოხად ასე მომიწია რომ მექნა და ასწამისვა. წამწამის სასაფრეხით უფრო ლამაზად ჩანს. მოგეთ ახლა მზად ვარ ფეხზე ჩავეცვა წავა და ახლა ფეხზე შესაძლოა ხოლმე აღარ განახებთ. აი ამ დუხს შევისხავ პარიზის. სა